მოხერხდება თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში შიდა პარტიული დაპირისპირების აღმოფხრა, ამას საპატიმროდან გამოსული თბილისის ყოფილი მერი ცდილობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა გიგი უგულავას შეხვედრა ეგრეთ წოდებულ ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებთან, თუმცა ის მზად არის მოლაპარაკებები გამართოს როგორც პარტიის მეორე ნაწილთან, ისე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან. როგორ აპირებს ვითარების დასტაბილურებას უგულავა და რას ფიქრობენ თავად პარტიის წევრები? რატი ხვისდანის სიუჟეტი. ციხიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირების განმუხტვას ცდილობს. დედაქალაქის ყოფილი მერი დღეს ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა და ეგრეთ წოდებულ ბოკერიას ფრთასთან კონსულტაცია გამართა. უგულავა ამბობს, რომ შეხვედრას ორივე მხარესთან გეგმავს, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. სამწუხაროდ მე როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის და მე მართლა მაქვს უცბად დიდი სურვილი, რომ შევხვდე და ისე ვიმეორებ, როგორც გუშინ თქვი, თუ 1% შანსი არსებობს იმის, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. დაპირისპირებულ ბანაკებში იმედი აქვთ, რომ გიგი უგულავა პარტიის წევრებს შორის არსებულ უთანხმოებას საქმიან რეჟიმში გადაიყვანს, თუმცა საკუთარი პოზიციის შეცვლას მხარეები არ აპირებენ. უნდა ჩადგეს ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში, ვინაიდან თავარი ამოცანა, რომელიც აქვს ოპოზიციას, ეს არის ხელისუფლების შეცვლა და ამ მიზანს ნამდვილად აზიანებს ის დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობს ეს მოძრაობაში. ამ კუთხით თუ გიგი მოახერხებს პოზიტიური როლის შესრულებას, ეს იქნება ძალიან კარგი ოპოზიციური ძალისთვის. პარტიის უმრავლესობის მოსაზრებაზე მისი ფაქტორი როგორც ასეთი გავლენას ჩემი აზრით ვერ იქონებს. მისი ოფიციალური პოზიცია ამ ეტაპზე არ მოგვისმენია, ასე ვთქვათ, რომელ მხარეს დაიჭერს, მაგრამ თუ ვიხემძღვანელებთ მისი წერილით, რომელიც გამოქვეყნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არ არის იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზე დგას პარტიის უმრავლესობა. წერილი, რომელზეც ნინო კალანდაძე საუბრობს, გიგი უგულავამ ციხიდან საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გაავრცელა. სწორედ უგულავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პარტიის ახალი თავმჯდომარის და ახალი პოლიტსაბჭოს არჩევის ინიციატივით გამოვიდა. აუცილებელია პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს. ჩვენი პარტიის მხარდაჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს სამწუხაროდ შეუძლებელია. გიგი უგულავას როლს შიდა პარტიული დაპირისპირების პროცესში საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში ვითარების განმუხტვა ვერ მოხერხდება. ეს ისეთი ეტაპია, რომელიც მე მგონია, რომ იქნება ალბათ დასრულების ეტაპი. სანამ გიგი უგულავა მხარეების შერიგებას ცდილობს, დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში დღესაც გაგრძელდა. დღეს პარტიის იმ ნაწილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრედ მიიჩნევა, მეორე მხარე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. საუბარია ეგრეთ წოდებული გიგა ბოკერიას ფრთის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით საპარლამენტო სიიდან პარტიის შიგნით განსხვავებული აზრის მქონე წევრები ამოიღეს. აქ უკვე იკითხება პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივები, იმიტომ რომ ეს მცირე ჯგუფი, რომელიც დღეს პარტიის მმართველობაში არის და აბსოლუტურად არ გამოხატავს ჩვენი პარტიის მრავალათასიან მხარდაჭერთა პოლიტიკურ ნებას. ზოგადად ჯგუფი, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, წინააღმდეგ იყო პარლამენტში შესვლის და ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის და მეორე, ამ ადამიანებმა თავიანთი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გეუბნებით, პარტია შეიყვანეს ჩიხურ სიტუაციაში. საჯაროდ და ღიად ბოიკოტი გამოუცხადეს პოლიტსაბჭოს, სადაც უნდა დადგენილიყო ის წესები, რომელიც წესების მიხედვით ჩატარდებოდა ყრილობა. დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით აზრთა სხვადასხვაობა თავდაპირველად საპარლამენტო სიაზე შეუთანხმებლობამ გამოიწვია. არჩევნების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. პარტიის წევრთა ერთი ნაწილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის შესვლას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა პოლიტსაბჭომ ეს იდეა არ გაიზიარა. მალევე სწორედ გიგი უგულავას წერილიდან გაირკვა, რომ პარტიის წევრების ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევას ემხრობა.